საღამო მშვიდობისა, რიოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი სამվել კარაპეტიანის ოჯახმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებს საინვესტიციო დავის დაწყების შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინება ეფუძნება სომხეთის რესპუბლიკისა და კვიპროსის მთავრობებს შორის 1995 წლის 18 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმებას ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ. ეს შეთანხმება ინვესტორებს უფლებას აძლევს მიმართონ საერთაშორისო არბიტრაჟს თუ მათ უფლებებს სახელმწიფო დაარღვევს. კარაპეტიანის ოჯახი პრეტენზიებს პრემიერ-მინისტრის მიერ სამվել კარაპეტიანისა და მისი ბიზნესის წინააღმდეგ წამოწყობილი კომპანიის გამო აცხადებს. შეგახსენებთ, რომ სამվել კარაპეტიანის თემა საჯაროდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მან ეკლესიის მხარდაჭერის შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული სომხეთის ელექტროქსელების გარშემო განხილვები აღნიშნულ მოვლენებამდე უფრო ადრე დაიწყო. რუსეთში რეგისტრირებული კომპანიათა ჯგუფ ტაშირის ხელმძღვანელი სამվել კარაპეტიანი 17 ივნისს ერევანში დააკავეს, რის შედეგადაც მას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ მთავრობის ინიციატივით რიგგარეშე სესია მოიწვია სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაციის საკითხის განსახილველად. დღის წესრიგში სულ 22 საკითხია, მათ შორის არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც გადაუდებლად იქნა ცნობილი და რომელთა მეორე მოსმენით განხილვაც დაჩქარებული წესით იგეგმება. აღსანიშნავია, რომ დეპუტატებმა ასევე უნდა განიხილონ სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაციის საკითხი, უფრო ზუსტად კი ამისთვის საკანონმდებლო საფუძვლის მომზადებული დიდი პაკეტი. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ესპანეთის ქალაქ სევილიაში გამართულ გაეროს განვითარების და ფინანსების მსოფლიო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის დროს ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გამოვლენილმა გლობალურმა გამოწვევებმა, მათ შორის COVID-19 პანდემია, კლიმატის ცვლილებების მზარდი გავლენა, გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამოწვევებმა და კონფლიქტების და სერიოზული ხარვეზები გამოავლინა ადის აბების სამოქმედო გეგმაში, რამაც მოითხოვა დაუყოვნებლივ ნაბიჯების საერთაშორისო ფინანსური სისტემის მუდმივი რეფორმებისა და ახალ რეალობასთან ადაპტაციის მიმართულებით. ხაჩატურიანის თქმით, განვითარების ოფიციალური დახმარების შემცირებას დამანგრევებელი შედეგები მოყვება განვითარებადი ქვეყნებისათვის, რამაც საფრთხე შეუქმნა მათ მიერ მიღწეულ პროგრესს. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეწყვეტის საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს. ამის შესახებ მან 1 ივლისს სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ რუსული მაუწყებლობის შეფასებაზე კომენტარებისას გააკეთა. სიმონიანის თქმით, ზოგიერთი რუსული სატელევიზიო გადაცემა ზიანს აყენებს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის და სხვა ოფიციალური პირების ვიზიტებისას, არსებობენ პირები, რომლებიც მისი ვარაუდით შესაძლოა სამվել კარაპეტიანის მიერ ფინანსდებოდნენ და მის დაცვას ცდილობდნენ. ალენ სიმონიანმა მოუწოდა მათ არ ჩაერიონ სომხეთის შიდა საქმეებში. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შვეიცარიული პარლამენტარების ბრიფინგი გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემა იქნება მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული სომხების სამშობლოში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა. აღნიშნული შესახებ ამერიკის სომხური საკითხების ოფისზე დაყრდნობით სააგენტო Armenpress-ი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსგანიანი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს და ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია ქრისტიანულ სოლიდარობის პრეზიდენტი ჯონ ეიბნერი. ბრიფინგი იმართება მრავალპარტიული კომიტეტის შვეიცარიული სამშვიდობო ინიციატივა მთიანი ყარაბაღისთვის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა გავრცელებული ცნობით შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში 2025 წლის 26 მაისს დაიწყო.
რუსეთში მოკლულ აზერბაიჯანელების საქმეზე აზერბაიჯანმა გამოძიება დაიწყო. აზერბაიჯანში დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების და აზერბაიჯანული წარმოშობის პირების მიმართ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული წამებისა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ-მკვლელობის ფაქტზე. ამ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ივნისს საჯაროდ მოითხოვა რუსეთის ხელისუფლებისაგან დეტალური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. ეკატერინბურგისა და ვორონეჟში აზერბაიჯანელი სავარაუდო დამნაშავების დაკავების შედეგად დაწყებული ბაქოს დიპლომატიური ისტერიის საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლება აზერბაიჯანიდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს. რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული ტელეგრამ არხი იუწყება, რომ აკრძალვა შესაძლოა გავრცელდეს აზერბაიჯანიდან ადრე იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოსა და კონიაკზე გამონაკლისის გარეშე. მანამდე ბაქომ გააუქმა რუსეთის მაღალჩინოსნების ვიზიტები აზერბაიჯანში, რუსული კულტურული ღონისძიებები, შემდეგ კი ჯაშუშობის ბრალდებით დემონსტრაციულად დააკავა სპუტნიკ აზერბაიჯანის რედაქციის ხელმძღვანელები. საქართველოს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლითაც უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებაში მონაწილეობაზე. განცხადებას, რომელიც კოალიცია ცვლილებისათვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა, 8 პოლიტიკური სუბიექტი შეუერთდა. მათ შორის არიან თავისუფლების მოედანი, გირჩი მეტი თავისუფლება, დროა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი სტრატეგია აღმაშენებელი, ფედერალისტები და ევროპული საქართველო. ამავე განცხადებისას ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ წყვეტს შიმშილობას. პარტიების განცხადებით მათი მიზანია ეგრეთ წოდებული რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ისინი მიიჩნევენ, რომ არსებულ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობა არ ემსახურება მოქალაქეების ინტერესებსა და მხოლოდ ლეგიტიმაციას შესძენს მოქმედ პოლიტიკას. პოლიტიკური ჯგუფების პოზიციის გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ არათანამშრომლობაზე გადის. ისინი აცხადებენ, რომ აცნობიერებენ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და მოქალაქეებთან ერთად აგრძელებენ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. აფხაზეთი რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვას აგვისტოდან დაიწყებს, ზამთრის კრიზისის თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი როგორც წესი ოქტომბრიდან იწყება, წელს სოხუმი რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვას უკვე აგვისტოში დაიწყებს. გადაწყვეტილების მიზანია ზამთრის მაღალი ტარიფების თავიდან არიდება და რესურსების ეკონომიკურად განაწილება. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ბადრა გუმბას თქმით, მთავრობამ შესაბამის უწყებებს დაავალა შეიმუშაონ ელექტროენერგიის გამოდინების გრაფიკი რუსეთიდან, რათა წლის ბოლოს ელექტროენერგიის შესყიდვაზე თანხის მოძიება არ გახდეს საჭირო. აფხაზეთი გეგმავს ენერგიის იმპორტს დაბალ ტარიფებზე, უქმე დღეების ან ღამის საათების მიხედვით, რაც ნოემბერ-დეკემბრის ტარიფებთან შედარებით ორჯერ იაფია. ენერგოდეფიციტი აფხაზეთში განსაკუთრებით აქტუალური 2020 წლიდან გახდა, როცა კრიპტოვალუტის მაინინგის შედეგად ელექტროენერგიის მოხმარება 2 მილიარდიდან 3 მილიარდ კვადრატსაათამდე გაიზარდა. მას შემდეგ აფხაზეთი წლიურად საშუალო 30%-იან ენერგოდეფიციტს აწყდება. აფხაზეთში გასული ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ბევრ დასახლებას ელექტროენერგია დღის უმეტეს ნაწილში საერთოდ არ მიეწოდებოდა. ახლა რაც შეეხება ინვესტიციებს. როგორია საინვესტიციო გარემო სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ამის შესახებ დეტალურად გაეცანით ჩვენი კოლეგის ნარინე ღოკასიანის რეპორტაჟში. სოფლის მეურნეობა, კერძო ბაღების აშენება და სათბურის მეურნეობა, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემები, ტურიზმი, სამთო მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები ეს ის ძირითადი სფეროებია, რომლებითაც სომხეთში უცხოელი ინვესტორები არიან დაინტერესებული. გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე რეგიონში არსებული ვითარების, კერძოდ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიუხედავად, როდესაც სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ არის დადებული, ბევრი ბიზნესმენი, როგორც დიასპორიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან მაინც აგრძელებს სომხეთში ინვესტირებას, ამბობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გაგიკ მაკარიანი. არის პროექტები, რომლებიც ბევრია, მაგრამ მცირე თანხებს მოიცავს და არის პროექტები, რომლებიც უფრო დიდი თანხებით ხორციელდება. ამჟამად სომხეთში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ღირებულება 150 მილიონი დოლარია. სომხეთის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები,
ნიადაგისა და წყლის ხარისხი უცხოელ ინვესტორს საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანაში მრავალი სასოფლო სამეურნეო პროექტი განახორციელოს. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სომხეთს, რომელსაც დიდი წარმატებები აქვს, აქტიურად თანამშრომლობს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის IT სექტორის მრავალ კომპანიასთან და საიმედო პარტნიორად ითვლება. სატრანსპორტო ლოგისტიკურ სფეროში სომხეთი შეიძლება გახდეს სატრანზიტო პლატფორმა ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირს შორის, ჩრდილოეთ სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზების გზაჯვარედინზე. ეკონომისტის თქმით, სომხეთში პერსპექტიული იქნება ასევე მსხვილი სასაწყობო ლოგისტიკური ცენტრები შექმნა. ეკონომისტის აზრით, ბოლო პერიოდში ევროკავშირისკენ სომხური საქონლის ნაკადის მოცულობის ზრდა მოწმობს, რომ მიმდინარეობს ექსპორტის ყოფილი მოცულობების აღდგენის მცდელობა. გაგიგ მაკარიანი იხსენებს, რომ 2015 წლამდე ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობა უფრო დიდი იყო, ვიდრე EX-თან და რუსეთთან. ეკონომისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში მუშახელი გააძვირდა, ის მაინც უფრო ხელმისაწვდომი რჩება უცხოელ ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით სამშენებლო სფეროში. სომხეთის საბანკო სისტემა საკმაოდ სტაბილურად მიიჩნევა და ამითაც მიმზიდველია. ეს ერთი მხრივ პრობლემაა, მეორე მხრივ კი მიმზიდველობა. საბანკო მომსახურება სომხეთში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გაძვირდა და ბანკები საკმაოდ კარგ ფულს შოულობენ. ანუ ეს ძალიან მომგებიან ბიზნესად იქცა. გაგიგ მაკარიანის დაკვირვებით სომხეთის წიაღისეული რესურსების ღირებულება $4 ტრილიონ აღწევს, ამიტომ ეს სფეროც აქტუალური და მომგებიანი რჩება. მისი თქმით, მოლიბდენის ექსპორტის მოცულობით სომხეთი მსოფლიოს პირველ ათეულში შედის. საინჟინრო, სამეცნიერო აზრი, შრომითი მოქნილობა, ანუ ინტელექტუალური შესაძლებლობებით დაჯილდოებული ჩვენი ერი სოფლიოს პირველ ათეულშია. მოსალოდნელია ინვესტიციების სამრეწველო სექტორებშიც, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების დივერსიფიკაციისთვის. მისი მონაცემებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ინვესტიციების მოცულობა თითქმის $5 მილიარდ მიაღწია. თუმცა საინვესტიციო პროგრამებში კვლავ პრობლემურია სხვადასხვა სახის ნებართვები, რის გამოც ზოგიერთი პროგრამა ჭიანდება. სპეციალისტი შემაშფოთებულად მიიჩნევს კორუფციას. უცხოელი ინვესტორები არ არიან მიჩვეული ქრთამის მიცემას. მათ ქვეყნებში ეს მიღებული არ არის. თუ ეს გამომჟღავნ და საკუთარ ქვეყანაშიც შერცხვებიან და პასუხისგებაშიც მიეცემიან. ეკონომისტის აზრით ინვესტიციების ნაკადი შეიძლება იყოს ევროკავშირიდან, რაც რუსეთის უკრაინის ომითაა განპირობებული. ევროპული ქვეყნები ასევე გეკმავენ სამხედრო მრეწველობის განვითარებას, რაც ჩვენი სამთო მომპოვებელი მრეწველობის მასალების მიმზიდველობას გაზრდის. ინვესტიციების შედეგად მათ შეუძლიათ სომხეთში ქარხნები შექმნან, გამოუშვან პროდუქცია ევროკავშირისთვის, ანუ ევროპელ ხალხს იაფად მიიყიდონ. ეკონომისტმა ისაუბრა ირანიდან, ასევე თურქეთიდან ინვესტიციების პერსპექტივებზე. თურქეთს შეუძლია ინვესტიციების კუთხით ცუდი გაგებით სომხეთის ექსპანსია მოახდინოს. დიდი რაოდენობით ინვესტიციების, დიდი რაოდენობით ბიზნესების გადმოტანით, რაღაცების შეძენით. და მოისურვებს სომხეთის ეკონომიკურ დამოკიდებულებაში ჩაკენებას, როგორც ეს საქართველოში გააკეთა. სომხეთში ინვესტიციები დიდად არიან დაინტერესებული აღმოსავლეთის ეკონომიკური გიგანტები, ჩინეთი და ინდოეთი. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.